მოგესალმებით. დღევანდელი გაშლა ვნახოთ ადამიანმა, რომელიც არ იმყოფება ხა თქვენთან, ფიქრობს თუ არა თქვენზე და აქვს თუ არა გეგმები. ნახოთ ჯერ ვინ მოვიდა გასაუბროთ. ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე ძალიან ესეთი შინაგანი ემოციები ძალიან რთული აქვს, რომელიც შეიძლება ითქვას რაღაცა ბრძოლებში არის, რაღაც პასუხისმგებლობების დალაგებაში არის და ასევე მის ხასიათში ძალიან კაფიოთ არის რაღაცა ემოციური ფონი ხომ, ხო? აი რაღაცა ესეთი ემოციური ადამიანია, რომელიც ყველაფერზე შეიძლება ითქვას, რომ უცბად გაბრაზდეს, უცებ აფექტდეს, ხო, აფექტური მდგომარეობა. ეს ადამიანი ვიღაცისთვის შეიძლება იყოს დაოჯახებული, თუმცა მოდით ესე ვთქვათ, დაოჯახებული ერთია, მაგრამ მეორე არის მისი ცოტა პრინციპული ხასიათიც, მე ვთქვი და ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, ხო, რაღაცა ესეთი ადამიანი მოვიდა. რას ფიქრობ თქვენთან მიმართებაში? გაურკვევლობაში არის იცის რა გადაწყვეტოს, როგორ გადაწყვეტოს, მას არ აქვს ჯერ ჩამოყალიბებული ეძებს, თუმცა ფიქრობს იმას, რომ თქვენ ძალიან მიზანმიმართული ადამიანი ხართ, რომელიც საკმაოდ დავისახეთ მიზანი შევასრულეთ, ხო? რაღაცნაირად ცდილობს თქვენ შორის ბარიერი აღმართოს და შორიდან უყუროს თქვენს წარმატებას. ხო, თითქოს ეს ადამიანი რაღაცას ელოდება. შეიძლება ითქვას, რომ ელოდება იმას, რომ თქვენ როდის გადადგავთ ნაბიჯს, თქვენ როდის მისცემთ ამ ადამიანს იმის პასუხს, რომ აი მოდი მომიახლოვდი, რავი შეეხვეწებით, ხო, არის ესეთი შემთხვევები ხოლმე. ფიქრობს იმას, რომ ჯობია დაველოდოს, ჯობია რაღაცნაირად არ იმოქმედოს, შორიდან გიყუროთ, იმიტომ რომ მაინც გადაწყვეტილება არ აქვს და იქნება თქვენ თვითონ გახვიდეთ კონტაქტზე, თქვენ თვითონ სთხოვოთ, თქვენ თვითონ დაელაპარაკოთ, ხო, რაღაცა ესეთი მომენტი აქვს ფიქრებში. ნახოთ, აბა ქმედებებში თუ აქვს რაიმე არანაირი ქმედება ამ ეტაპზე ეს ადამიანი ძალიან ესე ვთქვათ შიხშია შესული და თან თავისი ამპარტავნობაც ღუპავს ამ ადამიანს როგორც ჩანს იმდენად ხასიათში უზის ეს სიტუაცია რომ თulis რომ არა მე არ გადავდგო პირველ ნაბიჯს მიუხედავად იმისა შეიძლება მტკიოდეს მაგრამ მე მასთან არ მივალ ხო პირიქით ეს ადამიანი რაღაცა ცდილობს რომ გაერიდოს სიტუაცია შეიძლება ითქვას რომ თქვენ უკვე იმდენად კარგ ენერგიებში ხართ და იმდენად კარგ სიტუაციაში ხართ, რომ ხდება, რომ აზრი არ აქვს რამე ამ ეტაპზე ნაბიჯს, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი ომიც გამოუცხადოთ ხო სიტუაციურად. რაღაც შეიძლება ისეთი მომენტიც არის, რომ გაერიდეთ და ის ვეღარ ხედავს